მშვიდობისა განვაგრძოთ რადიომედის დღის არხის ფორმატში მუშაობას თბილისის დროით 14 საათი 23 წუთი გახლავთ. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის ვირუსები და ვაქცინაცია იქნება ახლა ჩვენი თემა. ამ პერიოდში ვაქცინაცია საკმაოდ აქტუალურია ხოლმე. Როგორი შტამები ცირკულირებს და როგორია დღევანდელი ვაქცინის შემადგენლობა და ზოგადად ამ დეტალებზე ჩვენ ვცლად ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა ადამია ჩვენი სტუმარი. მადლობა სტუმრობისთვის. გამარჯობა. მოგესალმებით. ჩვენ ვიცით, რომ ყოველწლიურად იცვლება სეზონური ვაქცინის შემადგენლობა და ეს განპირობებულია, მოსალოდნელი შტამების დომინანტობისგან გამომდინარე. ამ შემთხვევაში წელს რა სიტუაცია გვაქვს და მე უკვე ვისაუბროთ იმაზე, თუ ვის, როგორ, რანაირად და რა პერიოდებში შეუძლიათ ისარგებლონ ამ ვაქცინაციით. დიახ, სწორად აღნიშნეთ, გრიპის დაავადებას იწვევს 200-მდე გრიპის ვირუსი. რა ცოტა. რეალურად სწრაფი ცვალებადობა ახასიათებს რეალურად ამას, სეზონი და სეზონამდე სულ ცვალებადია და თვითონ შტამურ შემადგენლობას, სავარაუდო შტამურ დომინანტურ შემადგენლობას განსაზღვრავს ჯანმო, ყოველწლიურად აქვეყნებს ამ შემადგენლობას და სარეკომენდაციო, ასე ვთქვათ, კომბინაციებს დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებისთვის და ამ შტამური შემადგენლობის მიხედვით შემდეგ ხდება უკვე შერჩევა რეკომენდირებული ვაქცინებიდან, რომელიც შეიძლება იყოს შესყიდული ქვეყნების მიერ და სწორედ აი ამ ესე ვთქვათ ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენს მიერ შესყიდული არის ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც სწორედ მორგებულია იმ ჯანმოს არეკომენდაციო შტამების შემადგენლობაზე. დასახელება ხა ცოტა ესეთი არის მეცნიერული და ამდენად ალბათ არ გვინდა რომ გავშიფროთ, უბრალოდ საპირათოს დავასახელებ, უნდა ვნახო ალბათ ეს ჩანაწერები, მორგებულია მთლიანად. ეს არის სანოფის ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი ვაქცინა, ვაქსიგრიპ ტეტრა. ვაქსიგრიპ ტეტრა, კი, რომელიც არის ძალიან უსაფრთხო, არის ინაქტივირებული ფორმა, რაც ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვნად ცოცხალი ვაქცინა არ არის, ესე ვთქვათ და ნაკლებად პრობლემული, ნაკლებად ალერგიული, ანუ მარტივად გადაიტანება ნებისმიერი პიროვნებისთვის, ასე რომ მთავარი არის ის, რომ არის მაღალი ეფექტურობის და სრულად უსაფრთხო. უკვე არაერთისგან გამიგია, რომ ცუდად ვზნობ თავს, როგორ ჩანს ვირუსია და ასე შემდეგ და ახლა რა შტამები ცირკულირებს ჩვენ შემთხვევაში რა არის დომინანტი, რა ხდება? იცით როგორ არის? ეხლა არის ის პერიოდი, როდესაც გრიპის ვირუსი იწყებს გამოჩენას. ანუ ამ წუთას ერთეული ვირუსი არის გამოჩენილი. ანუ ჩვენ საყრდენ ბაზებზე ზედამხედველობას ვაწარმოებთ, ანუ რამდენიმე კლინიკის ბაზაზე ხდება ზედამხედველობა ამ ვირუსებზე, იმისთვის რომ დავინახოთ რა სურათია. ქვეყანაში ჯერჯერობით არის ერთეული გრიპის შემთხვევა. ანუ ეს არის სწორედ ის საუკეთესო პერიოდი, როდესაც შეგვიძლია ავიცრათ, მოვამზადოთ ორგანიზმი, მოგეხსენებათ გარკვეული პერიოდი სჭირდება იმუნიტეტის განვითარებას და უკვე მზად ვიყოთ იმ ვირუსების დასახვედრად, რომელიც ძალიან სწრაფად მრავლდება, მოგეხსენებათ ზამთარში განსაკუთრებით. გასაგებია, რომ ეს არის პრევენცია და თადარიგის დაჭერა. ჩვენ ვიცით იგივე კოვიდის პერიოდში როგორი სირთულეები იყო და ამ შემდეგ, მაგრამ გასაგებია, რომ ამას რო არ მოქონდეს თავის შედეგი, ალბათ ასეთი სისტემით არ იარსებებდა, მაგრამ რამდენად მაღალია მისი შედეგი ან ეფექტიანობა და ვკითხულობ ამას რა კუთხით, რომ კი გამოცხადებული ახლა მორიგი ვაქცინაცია, მაგრამ არის ძალიან ბევრი კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც არც შეიძლება იცოდნენ, მაგრამ არ სწავლენ, ვიღაცა შეიძლება ვერც გაიგოს, ვიღაცა შეგნებულად თუ შეუგნებლად არ გამოიყენებს და ჯამში როცა მაინც ტოტალურად თქვა ასე თქვა ყველა არ იყენებს და არ მოიცავს ყველას ჯამში მისი აი ამ სისტემის ეფექტიანობა როგორია აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით? გრიპი მოგეხსენებათ ისეთი დაავადება, ანუ გრიპის ვირუსით გამოწვეული სეზონური გრიპის დაავადება, რომელიც რეალურად შეიძლება ძალიან მარტივად გადაიტანოს ჯანმრთელმა ადამიანმა და ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში გამოჯანმრთელება, განკურნება ძალიან მალე დგება, ანუ რაიმე განსაკუთრებული ჩარევის გარეშე შეიძლება ეს სიმპტომები თავისით გაქრეს. თუმცა მეორე თემა არის მაღალი რისკის მქონე პირები, რომელთა შემთხვევაში შეიძლება ისეთი გართულებები გამოიწვიოს, ანუ მათი არსებული დაავადება გამწვავდეს, ან დამატებითი გართულებები გამოიწვიოს და უფრო მძიმე წავიდეს ეს ფორმა. ამდენად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ყოველთვის არის მაღალი რისკის ჯგუფები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აცრილი გრიპის
საწინააღმდეგო ვაქცინით რეალურად ის იცავს მას აი ამ სწორედ გართულებებისგან. სტატისტიკურად რო შევხედოთ დაახლოებით რა ვიცი მილიარდამდე შემთხვევა შეიძლება გლობალურად განვითარდეს და აქედან 3-დან 5 მილიონამდე გართულებული შემთხვევები. ანუ რეალურად ძალიან დიდი მასშტაბია იმ გრიპით გამოწვეული გართულებების და ამ დროს ვაქცინაცია იძლევა ძალიან მაღალ შედეგს, რომ სწორედ ეს გართულებები არ განვითარდეს, ჰოსპიტალიზაციების რისკს ამცირებს, სიკვდილობის რისკს ამცირებს და ყველანაირად ჩვენ საკუთარ მაგალითებზე გვაქვს უკვე ეს გამოცდილი რეალურად ჩვენს ქვეყანაში უკვე მრავალი წელია ეს ვაქცინაცია ტარდება. ყოველწლიურად 200,000 დოზა შემოიტანება ქვეყანაში ტრადიციულად. თუმცა მოცვის მომენტი თქვენ სწორად აღნიშნეთ, ყველა ზოგი შეგნებულად თუ ზოგი შეუგნებლად ამ ვაქცინაციას არ იტარებს. მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია რა თქმა უნდა არის, რომ დადასტურებული მაგალითებით სწორედ მაღალი რისკის მქონე ჯგუფები განსაკუთრებით, რომელთაც შეიძლება გაურთულდეთ გრიპის დაავადება, აცრის შემთხვევაში მათ ძალიან მარტივად გადააქვთ ეს. აქ არ არის ლაპარაკი, რომ დაავადება და აუცილებლად არ დაემართება, ან გრიპის ვირუსი არ შეხვდება, ანუ რაღაც წარმოდგენები არის ხოლმე, რომ აიცრა, მაგრამ მაინც დაემართა დაავადება. რეალურად ვაქცინა არ იცავს არაცილებს, ხო, არ დაავადებისგან. აქ თავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში დაავადება გადაიტანება მსუბუქად და სწორედ ამას ეხმარება. ან არ შეხვდება კიდევაც ეს ვერსიაც, რა თქმა უნდა, აქვს ვაქცინას და ამდენად ამიტომაც ურჩევთ ჩვენ ადამიანებს, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია და იყონ დაცული და ჯანმრთელები გრიპის სეზონზე. ხვდები, რომ რისკის ჯგუფი თქვენთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ვაქცინაციის შემთხვევაში, ქრონიკული დაავადებები და ასე შემდეგ. და აი ამ რისკის ჯგუფის, რაღაც ფოკუს ჯგუფი გამოდის. მათთან რადგან მნიშვნელოვანია, გასაგებია მათი ჯანმრთელობა, ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის მათი ჯანმრთელობა, ის რომ ადვილად გადაიტანონ და ასევე ისიც რომ იგივე ჯანდაცვის სისტემები, საავადმყოფოები და ასე შემდეგ არ იყოს გადატვირთული ყველა ერთდროულად და ერთბაშად და ამის სირთულეები და ამის ამ ხრივ არსებული ძალიან რთულად გასახსენებელი გამოწვევები ჩვენ გვახსოვს პანდემიის დროს. ხო? საინტერესოა აი ამ ფოკუს ჯგუფთან მიმართებაში პერსონალური ინფორმირება ხდება, რომ აი შემოვიტანეთ ვაქცინა და შეგახსენებთ და გამოიყენეთ თუ მათაც აი ეს თქო საზოგადოებრივი საინფორმაციო ზოგადი წყაროებიდან უნდა მიიღონ ინფორმაცია. იცით რა, ყოველწლიურად მტკიცდება ბრძანება პრიორიტეტული ჯგუფების შესახებ, ანუ განისაზღვრება ეს ჯგუფები. აქ აუცილებლად აღნიშნო, რომ გარდა ამ პრიორიტეტული ჯგუფებისა, როგორც არის ორსულები, აუცილებლად პირველ რიგში სულ ვამბობთ, რომ ორსული აუცილებლად არის პრიორიტეტული ჯგუფი, ასევე ბავშვები, ბავშვის ასაკი 6 თვიდან, მანამდე 6 თვამდე არ ხდება ვაქცინაცია. ასევე ხანდაზმულები, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პირები, იმუნოკომპრომეტირებული პირები, ანუ აი ეს ჯგუფი ძირითადად არის დაავადებების ხოლმე. გარდა ამისა, ამ პრიორიტეტულ ჯგუფებში შედიან ის პირები, რომლებიც დახურულ სივრცეებში მუშაობენ, მეტი შეხება აქვს დაავადებულ ადამიანებთან, იგივე სამედიცინო პერსონალი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი, პეინტენსიურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი ერთ-ერთი სერიოზული ჯგუფია. თავში მოხუცთა თავშესაფრები, ბავშვთა სახლები, ანუ ესე მათ აქ მომუშავე პერსონალი ასევე პრიორიტეტულ ჯგუფში შედის, ანუ ყოველწლიურად ჩვენ განსაზღვროთ ამ ჩამონათვალს ბრძანების სახით. ეს ბრძანება იდება როგორც ჩვენ ვებგვერდზე, ასევე ხალხას უზიარდება და ან ცნობილი არის ესე ვთქვათ, შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს რომ ამის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. რა თქმა უნდა, ასევე საინფორმაციო საშუალებებით ხდება გაზიარება და ისეთი ჯგუფები, როგორც არის მაგალითად ჰეპატიტებით დაავადებული პირები, შიცით ავადმყოფები, რომლებიც გარკვეულ კომუნიკაციაში არიან კლინიკებთან დადიან, იქ რა თქმა უნდა ადგილზე შეუძლიათ მათ აიცრან, ანუ რამის განსაკუთრებულ სხვა დაწესებულებაში მისვლა არ სჭირდებათ, ანუ სადაც მკურნალობს იგივე ჰეპატიტს, იქვე შეუძლია რომ აიცრას გრიპის ვაქცინაციით, ანუ ესეთი სერვისებია აწყობილი. სხვანაირად ესე ცალკეული ინდივიდუალური შეტყობინებები, რა თქმა უნდა, ესა ვერ ხერხდება, მაგრამ მასიურად, როგორც კი ჩვენ ვიწყებთ ვაქცინაციას, აი ეს მასიური საინფორმაციო კამპანია ამ ბრძანების მონაცემების გაზიარებით და ასევე იმ სერვისის მიმწოდებლების გაზიარებით, სადაც შეუძლია მიიღოს ადამიანმა ეს გრიპის ვაქცინაციის სერვისი არის გაზიარებული ჩვენი მხრიდან. გასაგებია. როგორც წესი თბილისის შემთხვევაში მსგავსი ინფორმაციის გავრცელება
მოწყვლადობა თუ კომუნიკაცია თუ წვდომა უფრო გაადვილებულია ხოლმე და ამ ხრივ რა შესაძლებლობა გვაქვს რეგიონებში და იქ როგორ არის? რეგიონებში რა თქმა უნდა ჩართული არის მთლიანად ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური ამ პროცესში და ასევე ჩართული არის იქ ადგილობრივი მასმედიაც, ადგილობრივი საინფორმაციო წყაროებიც და იქაც ჩვეულებრივად ჩვენ ვგეგმავთ როგორც აქ ვგეგმავთ აქციებს, ასევე რეგიონების დონეზე ვგეგმავთ ამ საინფორმაციო კამპანიებს იმისთვის რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ვაქცინაციის პერიოდში მოგეხსენებათ ეს პერიოდი რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდება ხომ ვაქცინაციის პერიოდი სასურველია რომ ძალიან სწრაფად იყოს ესე ვთქვათ მოცული დიდი ფენა მოსახლეობის და ამდენად აქტიური არის ამ პერიოდში ყველა ჩვენი აქტივობა კომუნიკაციის მხრივ როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში და სურვილის შემთხვევაში როგორ არის სისტემურად წვდომა როგორ აქვს ვთქვათ ვიღაცას აქვს სურვილი რაიონში დგება თქვა რაღაც სია რომ ამდენი მოგვაწოდოთ თუ როგორ არის გადანაწილება იმისთვის რომ ხელმისაწვდომობა ქონდეთ უშუალოდ რეგიონში და ამისთვის ალბათ თბილისში არ ჩამოდიან ხო? არა რა თქმა უნდა პირველადი ჯანდაცვის ნებისმიერ დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ 2 დღე ნახევარში მოხდა განაწილება ეხლა რეალურად ქვეყნის მასშტაბით პირველად ჯანდაცვის დაწესებულებებს აქვთ გადანაწილებული ეს ვაქცინა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს პირველად ჯანდაცვის დაწესებულებას იქვე სახლთან ახლოს, რა ვიცი რეგიონში და მიიღოს ეს სერვისი. ასევე დეტალური სია, ანუ კონკრეტული მისამართებით განთავსებული არის ჩვენს ვებგვერდზე, ლინკები გაზიარდა ჩვენი Facebook გვერდით, სამინისტროს Facebook გვერდით, სადაც შეუძლიათ მოიძიონ ეს კონკრეტული დაწესებულებების შესახებ ინფო და ეს პროცესი გრძელდება, ანუ ამ პროცესში როგორც ამბულატორიები ერთვებიან, ასევე სტაციონარებსაც მიაქვთ გარკვეული რაოდენობა ვაქცინების და იქაც გარკვეულ ლოკაციებზე შესაძლებელი იქნება ვაქცინაცია. ანუ ეს ასე ვთქვათ, ქვეყნის მასშტაბით მოცული თემა არის და გადაადგილება ზედმეტი ამისთვის საჭირო არ არის, იქვე შეუძლიათ ადგილობრივად მიიღონ ეს სერვისი. კი ბატონო. დღეის მონაცემებით რა თქმა შემდეგ რაც კამპანია დაიწყო, როგორია თქვათ უკვე ჩამოტანილი ვაქცინების გამოყენების მაჩვენებელი და წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე როგორ ხედავთ რა სტატისტიკურად რა პერსპექტივა აქვს ამ ყველაფერს და რამდენად ჩაეტევით თქვენთვის ალბათ წინასწარ დაგეგმილ პერიოდში ზოგადად აქტივობა უფრო დიდი და მაღალი არის ხოლმე, როგორც კი ვაქცინაციის დასაწყისში პროცესს ვიწყებთ. პირველი დღეები არის ძალიან აქტიური და მოთხოვნადი. და მე მინაულება ხდება ხო, მე უფრო ცოტა ყურადღებას გადავ, ამიტომ რომ ადამიანები ვინც ყოველწლიურად იცრება და რეალურად იცის ამ ვაქცინის გამოყენების სიკეთის შესახებ გამოცდილი აქვს საკუთარ თავზე, ცდილობს რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ადრე აიცრას, იმიტომ რომ იმ პერიოდს ზუსტად როდესაც ვირუსების გავრცელება და ცირკულაცია აქტიურია, მომზადებული დახვდეს ორგანიზმი და ამდენად ეს აქტივობა განსაკუთრებით დიდი არის დასაწყისში. ჩვენ გავითვალისწინეთ მიმდინარე წელს ეს შესაძლებლობა და ამიტომ თავიდანვე ვაქცინაციის პროცესი ღია არის ნებისმიერ მსურველისთვის და განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის მხოლოდ არ არის ჩაკეტილი როგორც მაგალითად ეს წინა წლებში იყო. თავიდან ვიწყებდით მაღალი რისკის ჯგუფებით და შემდეგ ხსნიდით ესე ვთქვათ ყველასთვის. წელს პირიქით თავიდან ყოველთვის ღია არის და შეუძლია ყოველს მიიღოს. ამართლებს ეს სტრატეგია. ეხლა ძალიან გვაინტერესებს რა თქმა უნდა. დავაკვირდებით ხო? იმედი გვაქვს რომ შედეგები უფრო უკეთესი იქნება ვიდრე წინა წლებში. ამიტომ ნიშნულოვანია, როგორც გითხარით, რახან შემდგომ ცოტა მინაულება ხდება ამ პროცესის, რომ მუდმივად იყოს ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, იმდენად რამდენადაც ყოველთვის ამ პროცესებს ძირითადი მიზეზი რაც უშლის ხოლმე ხელს არის ნაკლები ინფორმაცია, ნაკლები ცნობიერების დონე ამ ნაწილში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად და ესეც გვაქვს დაგეგმილი ეტაპობრივად სხვა ღონისძიებები იქნება და სხვა აქტივობები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღებაში, რომ მივიდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია და დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა. ვაქცინაციის პროცესი რა დრომდე გაგრძელდება? ვაქცინაციის პროცესი გრძელდება გაზაფხულამდეც კი, ანუ ჩვენ ეს შეზღუდული არ არის. ხო, ეს აღსანიშნავია ასევე, რომ ანუ აუცილებელი არ არის მაისზე მეც ეხლა იცას მთელი წლის სეზონის განმავლობაში შეუძლია ადამიანებს აიცრას, უფრო მეტიც ჩვენ სტრატეგიულ მარაგის სახით გარკვეულ რაოდენობას უკაცრავად ვიტოვებთ იმისთვის, რომ ორსულებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ შემდეგ ესე ვთქვათ
აიცრან გაზაფხულამდე პერიოდში და ან ცირკულაციის და გრიპის ვირუსის ცირკულაციის გააქტიურების შემდეგაც ჩვეულებრივად შესაძლებელი იქნება ვაქცინაცია. არის ესეთი შეკითხვებიც, რომ ვიღაცებმა მაგალითად გადაიტანეს უკვე ვირუსი და რამდენად სჭირდებათ მათ უკვე ვაქცინაცია. ჩვენ რეკომენდაციაც ასეთი არის, რომ აუცილებლად ეს ვაქცინაცია მაინც საჭიროა. ესე ვთქვათ, შემდგომი დაავადების თავიდან ასაცილებლად. და ერთ-ერთი რაც შეიძლება თვითონ პროცესს ხალხს უშლის არის იმ მომენტისთვის არ უნდა ფიქსირდებოდეს მაღალი ტემპერატურას სხეულის, სხვა რამე უკუჩვენება ვაქცინაციის პროცესს რეალურად არ აქვს. ნებისმიერ დროს შეიძლება ვაქცინაციის შეტანა. კი ბატონო და ახლა რას ურჩევთ მოქალაქეებს, როდიდან დაიწყო ამ ყველაფერზე ზრუნვა და მეორე კითხვა. თქვენ თუ არ ვწდები 230,000 ახსენეთ ხო ვაქცინაცია? 200,000. ნუ 200,000. 200,000 დოზა. და თუ თქვათ რაოდენობა მსურველთა 200,000-ზე მეტია, როგორ ხდება მე დამატებითი რაოდენობის შეძენა არის თუ როგორ მუშაობს? ამ წლების გამოცდილებით 200,000-მდე ვერავდივართ. ჩვენ რეალურად ეს აქედან გამომდინარე შესყიდვის და ეფექტურობის გათვალისწინებით მეტის შესყიდვა პირველ ეტაპზე არ ხორცელდება. ჩვენ ლოგიკურია. ხარჯვა არ იყოს თქო. ხო, იმიტომ რომ ყოველ წელს გვაქვს ამის ესე ვთქვათ ნარჩენი დოზები, რომელიც არ იხარჯება ბოლომდე. წელს აქტივობაც ძალიან მაღალია და მოთხოვნაც ძალიან მაღალია, განსაკუთრებით გააქტიურებულია მოთხოვნა სამედიცინო პერსონალში, რაც ძალიან გვახარებს. იმიტომ რომ სამედიცინო პერსონალი ერთ-ერთი ესე ვთქვათ ეტალონია, ვინც მაგალითი მისცეს თავის პაციენტებს და რეალურად პაციენტებს სწორედ თავიანთი ექიმების ჯერათ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ ეხრიდან იყოს ეს პროცესი მხარდაჭერილი და კიდევაც ეტყობა სწორად რომ ძალიან გააქტიურებულია წელს მოთხოვნა. იმ შემთხვევაშიც თუ გადააჭარბებს 200,000 ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ალტერნატიული გეგმა რომ დამატებით დოზებს აუცილებლად შემოვიტანთ და რა ვიცი ჩვენ პირიქით მივესალმებით თუ 200,000 გადავაჭარბებთ ეს იქნება რა ვიცი რეკორდული მაჩვენებელი და ძალიან სერიოზული და კარგი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის იმისთვის რომ სასეზონური ვირუსებისგან ვიყოთ მაქსიმალურად თქვენს გაიკეთეთ უკვე თუ მომავალში აპირებთ? კი მე უკვე გავიკეთე ვაქცინაცია დღეს ჩვენ ცენტრი ასე ვთქვათ მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ამ საქმეში და ჩვენ აქტიურად ჩავატარეთ ეს აქცია. ცენტრში ცენტრალური ვაქცინაცია გქონდათ დღეს. ამ შესახებაც ინფორმაციას გავავრცელებთ და მოვაცნობთ ადამიანებს რომ ნამდვილად ყოველწლიურად ვიტარებთ ამ ვაქცინას და რეალურად აქვს რეალური შედეგი. სწორედ ამიტომ ვისაც არ აქვს ეს აქამდე გამოცდილი, ჯობს რომ რაღაცნაირად მეტი ინფორმაცია მიიღოს, გაეცნოს, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცნაირად არ იყოს ისე რომ ვიღაცა რამე ინფორმაციას თავს ახავს ადამიანს. რეალურად თავარია თვითონ გაიგოს ადამიანმა იმ სიკეთეების შესახებ რაც მოაქვს ვაქცინაციას. ზოგადად მსოფლიო ისტორია აჩვენებს ამას, რომ ვაქცინაცია არის ის ერთადერთი საშუალება დღეს მდგომარეობით, რომელმაც დაამარცხა დაავადებები და გააქრო სრულიად ჩვენი ისტორიიდან, ასე რომ ვაქცინაციის სასარგებლოდ ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება და სასურველია რომ ყველა ადამიანი ამას გაეცნოს და სწორედ ასე მიიღოს გადაწყვეტილება, აიცროს თუ არა. გათვითცნობიერებლად და არა მექანიკურად. მადლობა. მადლობა თქვენ.